და სააკაშვილმა ეს 5 წელი იძახა ვინ ვარ მე და მე დარბაზიდან წამოვიდა პასუხი შენა ბიჭო და მე აღარ ისმოდა რაღაცა ხარო საქმე რა არის იცი მიხეილ სააკაშვილისთვის ძიმი აღმოჩნდა სიმართლე მის შესახებ ეს სიმართლე იყო მან დაინახა უბრალოდ ქართველი ნაცია მოვიდა და უთხრა არა მე ქალაქმა იმითმა არავის არც ოქროასი არც სააკაშვილი და არც ყველა ერთად აღებულს არა აქვს უნარი ხო აბატონო საწავიდა ის ოქროაშვილი წელს ხოლმე შეიძლება ეს ხალხი რა აი ეს ხალხი მოვიდა იმის საფრთხნელად რომ მას არ ეშინია ამ სიმართლის აღიარება რომ სააკაშვილი არ ვარდა ეს იყო პირველი ნაბიჯი მაგრამ ამის მერე უნდა გადაიდგას მეორე ნაბიჯი რომ ჩვენ თვითონაც უკეთესები უნდა გავხდეთ ვიდრე ვიყავთ მაგალითად რახან სააკაშვილი არ ვარდა რახან ევროპა და ამერიკა ზოგიერთი ხაზით ისე არ დაგვეხმარა როგორც საჭირო აი ხო მასშტაბრივად თუ მთელი საქართველო ის 200,000 და 500,000 და დავა რუსეთისკენ გადაიხრება გარკვეულებს მე მოსაგონებელი დარჩება ის დღეები იმიტომ რომ ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს ისტორიაში იყო არის და იქნება რუსეთი ყველას ეს და სააკაშვილს თუ ვინმე რამეს უთმენდა და ბევრ შემთხვევაში ევროპაში უხუჭავდნენ თავს იმის გამო რომ რუსეთს უპირისპირდებოდა მაგრამ ახლა რაც მოხდა სააკაშვილს არის უგუნური მოქმედებები გააძლიერა რუსეთი მისცა მას დაუსჯელი მოქმედების საშუალება საქართველოში და იმ განცხადებების კეთები დღეს ვაკეთებენ რუსები რომ ახლა კიდე შევალდა ახლა სამხრეთში აურებს და დაუშვით სახელმწიფოება და სხვა ეს ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის უგუნური ულიცი და აი ეს ინფანტილური საბავშვო პოლიტიკანობის ფინალი ამიტომ ჩვენ რო დავადგინეთ რომ მიხეილ სააკაშვილი არ ვარდა ეხლა მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ უნდა ვთქვათ რომ ჩვენს არ ვარგოდით 97%-მა დაუჭირა მხარი თუ ბატონო ყველა არ გამოცხადდა აქციონერზე ვიანგარიშოთ ბევრმა დაუჭირა მხარი მეცად გეტყვით დაგებული ომის შემდეგ არიან ადამიანები და ისინი ლომად არიან რომელიც ამბობენ რომ ნიშა მაინც კარგია და მაინც მაგარია რატომ გასაგებია იმიტომ რომ ინერცია თუ იყვი რომ ნიშა არ ვარდა ხვალ შენ თავს უნდა კითხო და მე რომელიც მას ვაძლევდი რაღაცები და მე ვარდი ვარ თუ არ ვარდი ვარ ეს ინერცია დიდხანს არ გაგრძელდეს ამიტომ ჩვენ სულ ყველა გვაქვს სამუშაო ჩვენი პრობლემა არის განათლების პრობლემა ჩვენ არ გვაქვს სამოქალაქო განათლება სამოქალაქო განათლება არ ყოფნის ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ აი აგერ გუშინ ის ხალი იქ იყო დღეს აქაა და ახლა მაშინ როცა იქ იყო იქ გაუმარჯოს და ახლა უკვე აქ გაუმარჯოს ეს ქართული ამბები სამორჩენაა მრავალი ათეული წელი ჭირდება მაგალითად ისეთ მოღვაწეებს რომლებიც შევარდნაძეს და მერე სააკაშვილის გვერდით იყვნენ რომ მათ დაამტკიცონ რომ გამოვიდნენ იმ ორბიტიდან და დაიმსახურეს თან მინდა გითხრათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება რომელიც არიციან თორმო პოლიტიკოსებს ხალხი თუ არ გიყვარს ხალხს არ უყვარხარ ეს პოლიტიკოსი უკვე დაემართა საქართველოში ახლა დაემართება მეორე პოლიტიკოს გენდერული ბალანსის გათვალისწინებით და მესამე ამასწინათ განაცხადა ეთერში რომ მე ხალხი ფეხებზე კიდეო ასე თუ გინდა რომ ამ ხალხმა აგირჩიო და თან ფეხებზე კიდე ესე არ გამოვა და ესენი პოლიტიკოსები არ არიან ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეხლა გავა მიჯნა რუსულ და სოფლიო ანუ ქართულ პოლიტიკას შორის ქართულია ამ შემთხვევაში არის ის რომელსაც არ დაუჭერს ევროპა არ დაუჭერს ერთებული შტატები ყველაფერი რუსული ახლა ამ წუთას არის ამიტომ რუსებმა შეუნარჩუნეს სიცოცხლე და პოლიტიკური არსებობა მიხეილ სააკაშვილს მაგრამ ეს დროს იწურება მიხეილ სააკაშვილი როგორც ასეთი მთავრდება იმისთვის რომ საბოლოოდ დამთავრდეს უნდა მოხდეს ყველაზე მთავარი უნდა ჩვენ გამოვიცვალოთ საერთოდ ჩვენ ვართ ხალხი ჩვენ ვართ ასახული პოლიტიკაში ჩვენ ვართ ასახული პოლიტიკაში პარლამენტით ამიტომ პირველი იცვლება პარლამენტი იზღუდავს პრეზიდენტს და ყველაფერი იწყება ხელახლა შეიძლება არ იყოს ახალი რევოლუცია მაგრამ შეიძლება იყოს იმიდიალების გაგრძელება ჩვენ რა ცხოვრებაც გვინდოდა ჩვენ რა გვინდოდა ახლა შევარდნაძე რატო არ მოგწონდა ახლა გარეგნულად მე რო გითხრათ ჩვენი პრეზიდენტების ყველა კარგად გამოიყურებოდა ახლა ასეთი არ იყო ისეთი როგორც ზოგიერთი პრეზიდენტობის დღევანდელი მსურველი შეიძლება გამოიყურებოდეს ყველა შეესაკვისებოდა რაღაც სტანდარტებს ჩვენ გვაქვს ქართველები და გვაქვს წარმოდგენა რომ უცხოეთში ახლა უნდა წარმოვადგინოს ჩვენი პრეზიდენტი არ მინდა იყოს ისე იგი წარმორჩილი არ მინდა იყოს და ასე შემდეგ გასაგებია რომ რაღაც სტანდარტები იყო სულ ყველაზე უკეთესი პრეზიდენტი აი და სამი ყავდა ხო
სუყელაზე უკეთესი პრეზიდენტის კი გაგდებული არის ასე ვთქვათ ხელისუფლებიდან. გასაგებია ამანაც ვერ მიიყვანა ბოლომდე. იმას ესე იგი თვითონ პრეზიდენტობაშია პრობლემა, სტრუქტურაში ჩვენ ჩამოვჭით, ჩვენ ვართ ევროპული ყაიდის ხალხი, ამომაც დაამტკიცა და ჩვენ გვჭირდება ევროპული ყაიდის მმართველობა, სადაც მრავალი აზრი იქნება გათვალისწინებული. ეს მმართველობა თუნდაც ისეთი დიდი და ნიჭიერი კაცებისა, როგორებიც ჩვენი პრეზიდენტები იყვნენ და ასეთ წარმინდა დაუკარგო ღმერთმა ტალანტი ყველას მისცა, ყველას სხვა სფეროში, მაგრამ უნიკო ასეთი არ იყო. ყოველ შემთხვევაში დღეს რომ ზოგიერთი კანდიდატი იმას ალბათ აღემატებოდნენ, მაგრამ ჩვენ თავარი საქმეები დარჩა თვითონ უნდა გადავდგას ნაბიჯი. როცა მკაცრად რაღაცა ითქვა და როცა ჩვენს ეთერში ჩვენმა კოლეგამ სიტყვები დახარჯა, რომელიც ასე ვთქვათ ილია ჭავჭავაძის დონის ნათქვამი იყო, იმიტომ რომ იმან გადადა ქართველი ხალხის გაკრიტიკება, იმან დაწერა კაცი ადამიანი, იმან დაწერა ბედნიერი და იმან დაწერა გამოცანები. ილია ჭავჭავაძეს თუ ქონდა ამის უფლება, ესე იგი ყველას გვაქვს ამის უფლება. ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საკუთარი თავის გაკრიტიკების უნარი უნდა გქონდეს. ჩვენ შევცდით სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ნაცია შევცდით სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ შევცდით ომისა და მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მივეცით უპირატესობა ომს, აქ მე პირადად არ ვიგულისხმობ, იმიტომ ყოველთვის მაგის მოწინააღმდეგე არის, მაგრამ გამნიშნულობა აქვს ამას ახლა მე სამწელი ვარ ამ სფეროში, ჩვენ ხალხი შევცდით. ჩვენ შევცდით, როდესაც გვეგონა რომ სააკაშვილი ჩვენ რო გვცემს სტუდია და ჩვენ თუ თქვა გავлахებით კარგია. არ ვარგოდა ეს, იყო ინერცია, ეხლა იწყება გარკვევა. ნელ-ნელა გარკვევა მოდის, ეს ხალხი იქნა რომ გამორბის ხელისუფლებიდან. ამის მათიწმინდანობა არ მტკიცდება, ამის მტკიცდება, რომ იქ გაუსაძლისი ვითარებაა. და ხელისუფლებაში როგორც მე გამიგია, არის ღრმა შიში, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა ფიზიკურად დაერევა, ანუ ციხეს გაათავისუფლებს ხალხს გამოუშვებს და ნაციონალურ მოძრაობას ჩასვამს ციხეში, ოღონდ კი თვითონ გადარჩენს. იქ ამის შიში აქვს. მე მგონი ეს ყველაფერი უკეთესად დამთავრდება, ვიდრე დაიწყო ეს ზღაპარი, ანუ ჩვენი ცხოვრების ზღაპარი. მე მინდა რომ კარგად დამთავრდეს. ბუნებრივია ეს რომ გინდა ასე მარტივად არ არის, მაგრამ ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს. ჩვენ გქონდა ილუზიები. ჩვენ გქონდა ილუზია აფხაზეთთან დაკავშირებით, ოსეთთან დაკავშირებით, გვეგონა რომ ყველაფერს გადავწყვეტით, ჩვენ ახლა უნდა მოვებრძოლოთ ხანგრძლივი პროცესებისთვის. ჩვენ ახლა ამ წუთას გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი ამოცანა. არ გავაძლიეროთ რუსეთი ჩვენში. არ შემოუშვათ ეს ქვეყანა იმდენად, რამდენადაც ეს დაუშვებელი იქნება და წარმოუდგენელი ამბები მოხდება საქართველოში და ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც რა ამაგი უნდა გქონდეს თქვენზე, რუსეთიდან მოდიოდა ეს ფული თუ ჩინეთიდან, დაივიწყეთ ფული და გამასვლა და გასულდეს, რომ ესაა ჩვენი სამშობლო. ან საქართველოს იქნება დამოუკიდებელი და ეს არის მისი სიძლიერის ერთადერთი საფუძველი, ან საქართველოს უბრალოდ არ იქნება. და დამოუკიდებელი საქართველოს ან იქნება დემოკრატიული, ან საერთოდ არ იქნება. და ამიტომ აქ ფიქრის სიცოცხლის საკითხი დგას. მიხეილ სააკაშვილი არავინ არ უკვე და ეს პრობლემა საერთოდ არ არის. ეს გადაწყვეტადია. თავარია ჩვენ თავში ვიპოვოთ ძალა. და როგორ მოახერხებთ ამას, აგერ იქნება ჩავატარებთ არჩევნებს და ხალხმა თვითონ უნდა თქვათ და როგორ შეგვიძლია. აღარ გამოვიდა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრის გულწრფელად ძალიან მეცე ამოვნა. 5 წლის წინ ესე გასულდა ბატონებო შეფასებას მე ვფიქრობ სავსებით ადეკვატური რეალობისა და მოგმიდა გითხრათ ხალხს რომ უცხარი თავარი საფრთხე რა არის. ბატონ ლევან ბერძენიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, დაგვეგონებთ საინფორმაციო ყოველშემთხვევაში ჩვენთან სტუდია ბარიერი იქნება, მე ვფიქრობ საინტერესო მაყურებლები, საინტერესო დებატები გელიწინ. მადლობთ, კარგად განდებოდეთ.